მომიბრუნდა და მითხრა ჯვარი გადამსახა. ეხლა გაძლევ კიდევ ერთ ლოცვა კურთხევას. არასოდეს გაბრაზდეო. თქვენ უწოდეთ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ხა, როგორ შეიძლება რომ არ გავბრაზდე, ხო? მაბრაზებენ გარემოებებია, რაღაცა ეს. არასოდეს გაბრაზდეო. ეს დაიმახსოვრე ჩემგან. როცა ბრაზდებიო, გადაწყვეტილებებს იღებ არასწორს ადამიანი. ამიტომ არათუ გაბრაზდე და მერე დამშვიდე და მერე მიიღო გადაწყვეტილება. შეეცადე რომ არ გაბრაზდებო, იმის მერე ვცდილობ ხოლმე რომ არ გაბრაზდე. თვითონ ალბათ არასოდეს გინახავთ გაბრაზებული. ყოფილა შემთხვევა ჩვენზე გაბრაზებულა. ოღონდ აი წამიერი იყო და მერე მოგფერებია. სიონში 90-იანებში ბავშვები ვიყავით. პატარები ვიყავით ძალიან. ღვთისმშობლის პარაკლისი იყო, ღვთისმშობლის ხატთან იხდი და პარაკლისი და ბევრნი არ ვიყავით და თავად ცხებდა ხოლმე ზეც პარაკლისის მერე ხალხს და გვერდით სასულიერო პირი იყო, ერთი ძალიან ახლობელი მის ხელში გაზრდილი ადამიანის რაღაცა უსუპით წყალს აბკულებდა ხოლმე ნაკურთ წყალს ადამიანებს და ხან ბევრ წყალს მიაბკურებდა ადამიანს, ხან პირდაპირ სახეში ძალიან ახლოს და ეცინებოდათ ხოლმე ადამიანს და ჩვენ ახლო ვიდექით და ვიცინოდით და ძალიან ხმამაღლა მოუვიდა რამდენიმე გოგონას, პატარა ბავშვს ასევე. და მაშინ მახსოვს უწმინდესის სახე ისეთი მკაცრი სახე რომ გამოგხედა მკაცრი სახით, აი ის სახე დღესაც არ მოვიწყდება. ხო, აბა ძალიან რთული იქნება. მაგრამ მე ძალიან მოგვიფერა, როგორ დასრულდა პარაკლისი, მე ძალიან მოგვიფერა. მოგრიქში ვიდექით ხოლმე რომ ხელი დაედო, რომ გამოდიოდა და რომ დაგვინახა ყველა ცალ-ცალკე დაგოლცა ისე დიდი ხანი განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს არ შეეძლო, არ ქონდა ეს ბრაზი თავად მართლა არ ქონდა არასოდეს. საოცარი ნიჭი ქონდა ეს, რომ დათრგუნული ქონდა.